მოგესალმებით ორკვირიანი პაუზის შემდეგ ჩემიდან ნიკო და ილო. ილო თუ ქორი? ილო არის. ეს არ არის ქორი. სად არის ქორი? არ ვიცი, ალბათ ისვენებს ეგეც. ქორის არ ყოფნის ორკვირიანი პაუზები. არ ჩვენ არ ყოფნის, მაგრამ აქ ავართ ახლა. გეყო? სად არის ეგრე სამყოფი? ისე მაინც პლუსი აქვს ნიკო რომ გაიზდები და არ დადაგები დიდხანს გრძელდებოდა, მაგრამ რომ მიხვიდოდი სკოლაში, მე მასწავლებელი twins ხერხავდა, რომ როგორ გავატარე ზაფხული დაწერე. ერთი დღე ერთი დაწერე, მე როგორ გაატარე. არ მახსოვს. არა სუსულის იყო, რა დავწერო და არა დავწერო. მე არ მაწუხ, ანუ მე ვწერდი. ბევრი არ იყო თან ორი გვერდი იყო. მე მახსოვს რომ აი სულ ყველა ის იყო. არ იცი რა დაწერო. რა ავატარე. ამ დროს კარგად ვატარებდით ზაფხულს. ჩვენ იქ მივდიოდით ოჩამჩილეში ზღვაზე ზაფხული, კაშეთი არის, ხო და ოღონდ იქ დაწერის დროს რაღაცნაირად იმაშებოდი. გაჩიკინდებოდი თუ როგორ ქვია და რა დაწერო და მეორე კლასში ვიყავთ, მესამეში ნელი მასწავლებელმა ჩვენი დამრიგებელი იყო, ძალიან კარგი დამრიგებელი, მაგრამ ეს დავალება მოგცა რომ ყოველდღიო თვითონ ანდაზა ჩაწერეთ პროგრამაში და მე მოიტანეთო. ოღონდ მე ყოველდღე თვითონ ანდაზა წერა მეზარებოდა, რა არის, ხო ერთი ანდაზა ჩაწერე, მაგრამ არ უქენი. მე რაც რამდენიმე დავწერე ერთ დღეში, მე დავიკიდე და უკან რო ბრუნდებოდი, აი 2 კვირა მაწვარო აურავთ, არ გავაკეთე მეზარება რაღაცა. მე მივიტანე ჩემი დაწერილი რამდენიმე მეთქი იქნება ესე შეიძლება და არავის არ ქონდა ჩემს გარდა გაკეთებული. არც ნელი დამრიგებელს არ ახსოვდა, ტყუილა ჩამშხამდა ეგ ყველაფერი, რომ რაღაც ანდაზები არ დავწერე და მას მე მაშინ არ იყო გამოსული არა ის მოუკრეფავნე იმის არა. ნუ ჩაწერდი სკაბრეზულ ანდაზებს რაღაცებს. მე და კიდე იყიდება ეგ რაღაცნაირად ესე იყო პატარა ფორმატის წიგნი იყო ვინც არ ვიცი დიოგენეს ხო ახუშტი კოტეტიშვილის რედაქციით გამოსულია მოუკრეფავნი რომელიც სიტყვების თამაშია მოუკრეფავში გადასვლა და ის რო აქამდე მოკრეფილი ლექსები არისო და არის სკაბრეზული ბოლოში ანდაზებიც არის მაგრამ არის გამოთქმები კაფიები და რაღაც ერთმანეთს ცნობილი მელექსეების რაღაც კაბრეზული შაირობის მომენტებიც ცნობილი შაი და ცალკე ლექსებიც და ძალიან ეგეთი შთამბეჭდა დავი არის ეგ ანდაზა რომ უნდა ჩაგეწერა შენ არ უნდა მოგეფიქრებინა რაღაცა უნდა დამეწერა ყოველდღე თედო სახოკიასგან გესეს ხარ რაღაცა იცი რა არის მაშინ 8 წლის რო ხარ და ქვიშხეთში დანავარდობდა იქ რაღაცებს უყურებთან გარშემო იქ ჩვენ წერლების საგზური არ გქონდა მაგრამ ნუ იქვე ვისვენებდით ხოლმე და რაღაცნაირად იყო იქ ჭამდით და იქ ერთი თემი იყო რაღაცნაირად ხალხის რომელიც ყოველ წელს იქ დადიოდნენ ისვენებდი და დღემდე ვისაც იქ რაღაც რამდენიმე ზაფხულის არის Facebook-ზე მე მგონი ხო ქვიშხეთი forever მე მგონი გია ქარჩხაძის გაკეთებულია ყოველთვის ის არის ხოლმე აქტიური და მას აქვს გადაღებული ძალიან ბევრი სლაიდები რომელიც რაღაც კიდე განსაკუთრებულ ფერს და იმას ანიჭებს ნოსტალგიურ მომენტს მე თუ სწორად მახსოვს ახლა შეიძლება უცბად თუ მოუძებნე ხო ვიპოვე ძველ გაზეთში ეს ისა რომელიღა მთავრობის თუ მწერალთა კავშირის თუ ვიღაცის რაღაც დადგენილება რომ გადაეცეს რაღაც დასასვენებელი სახლი მწერლებს და რაღაცა ქვიშხეთში და თუ აი უცბად ახლა თუ გამოვა ხო და ვიდრე დაძებნე ანუ ვიტყვი რომ ერთი რაც ახსენე ის იყო რომ ადრე არ დადეკებით ითხანს გრძელდებოდა და რაღაცა გერგებოდა ისვენებდი თბილისის რუფოლორჩი იპოვე რომელიც ხო არ ვიცი ხო მაშინ წერდი ხო ეს არის 2019 წელს დამიდი აი სალიტერატურო გაზეთის 33 წლის მე-11 ნომრის პირველი გვერდი სადღაც კიდეზე გამოქვეყნდა ყურე 33 წელს მცირე მოცულობის ცნობა სათაური მწერალთა პანსიონატი ქვიშხეთში ამ ერთი შეხედვით უნიშნელო ცნობამ უფრო ზუსტად ცნობაში გადმოცემულმა გადაწყვეტილებამ დიდი გავლენა იქონია დიმიტრი ყიფიანის სახლის მომავალს დიმიტრი ყიფიანის სახლია იქ სახმუზეუმია და ბევრი ქართველი მწერლის მათი ოჯახების წევრების ბედზე ქვიშხეთი არაერთი თაობის ქართველი მწერლებისთვის იქცა მშობლიურ სახლად, სადაც სიხარულით ჩადიოდნენ, შრომობდნენ და ისვენებდნენ, სადაც არაერთი ბედნიერი წერილი აქვთ გატარებული მათი ოჯახის წევრებს. აი ეს დადგენილება აგერამა გიორგი ლეონიძე აწერს წერათა მოკლედ ვისაც მეტი აინტერესებს ამაზე ქვიშხეთთან დაკავშირებით თამარ ბაბუაძეს ქონა ძალიან კაი სტატია რამდენიმე წლის წინ რომელსაც თუ არ ვხვდები ერქვა ზაფხული რომელიც არასდროს თავდება რაღაცა მსგავსი ინდიგოში ხო მეშლება მაგრამ ხო ნუ მოკლედ კაი ვრცელი კაი დაწერილი როგორც ჩვევია ხოლმე თავისი დასურათ ხატებული მოკლედ მუღამი აქვს კარგად გადმოცემული ვიხადავთ იმისა რომ თავის დროზე იქ არის ვენებდა მაგრამ ესე კარგად დაჭერ მოკლედ მაგას
ხო, კარგია, ნიკო, შემთხვევით არ გაგახსენდა ქვიშხეთი და იქით აფხაზეთი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ საშინელი სიცხე არის თბილისში და წინ არის მთელი აგვისტო. მე კი ვიცი, მაქვს სტატისტიკები ნიკო შემოწმებული, ივლისი არის თბილისში ცხელი თვე, ბევრად ცხელი თვე. აგვისტოში უკვე როგორ არის, იცი? აგვისტოში მაინც ტყდება. ეხა ესეთი შედარება რომ მოვიტანეთ. აგვისტოს მზე უკვე აი დაახლოებით ისი არის, აი ის ცეცხლი რო გადმოდის ჯვრის მონასტერში და რო არ აწყვავს ეგრე. აი ისეთი ის აღარ არის რა. ისიც მითია, ესეც მითია, მაგრამ ივლისი არის ყველაზე ესე თქვა პაპანაკი. სულ ის არა, იმდენად წველი მზე კი არ არის, არამედ საუნა მზე არის, ან რო გამოდიხარ სტენიანობა და რაღაცა იმას გიშვება, რომ აიმედე და ეს რა ხდება და არ არის სამუშაო განწყობას და რაღაცას არ გაძლევს რომ მოდი ახლა აჰა რაღაცას გავაკეთებ ესე ხარ ღმერთო ხოთ ეს გადავიდეს ახლა შენ გაქვს რამე გადარჩენის რამე სტრატეგიები კონდიციონერი მე არ ჩემი გადარჩენის სტრატეგია რომ ვინც კონდიციონერს ვერ იტანს იმ არ აქნას ანუ შეიძლება რა ანუ ის ტრიალებს ეგეთ შვება რაღაცას მაგრამ არ შედარება არ არის როგორ დაისვენე ქვია თუ იცი რა არის მე ხო წასვლისასაც ხო ვამბობდით ნუ ვიყავი თელავში რაღაცეები წასაკითხები მქონდა წავებული წავიკითხე მაგრამ ასე აქტივ მე რასაც ქვია ეს სულით და გულით დასვენება მე ვისვენებ ზღვაზე და ზღვაზე რაღაც ბევრი მიზეზების გამო ბავშვების ის იქით უფროსები ზღვაზე ვერ წავედი და ნუ ეს დასვენება რასაც ქვია ლეღვი იყო შემოსული მე ძალიან ლეღვისტი ვარ მის მიყვარს ლეღვი ლეღვისტი ვარ ლეღვი ქონდა მწვანე გირჩევნია თუ შავი იცი რა არც ერთს არ ვიწუნებ ორივე ჯიში გვაქვს ეგ მწვანე დიდები რო არის და თქვენი გაქვს რა ხო და ეს დიდი ეს მწვანე რომელიც არის ორი ისა აქვს პერიოდი ხო ერთი უკვე მოვიმწვანილეთ და იყო გადასარევი იყო ძალიან ესეთი დიდები აი თითქმის არ იყო გაფუჭებული მეგრელები იმას ეძახიან აი ბარუს ეძახიან აი შეიძლება გონია რომ წიფი არის ხო და აი რაღაცა მშრალი და ის არის ჩამკვდარი არის და არც ერთი არ გამიცუდდა და გამოილია და აი ახლა აგვისტოს ბოლოდან და სექტემბრიდან მეორე პარტია იწყება მაგლეღვის და აი შავი ლეღვი შავი კი არ არის აი რაღაცნაირ აი რეჰანის ფერიც რო აქვს და რაღაცა ძალიან ეგეთი ეგ კიდე გვაქვს მეორე მაგასაც ველოდებით და ამას გადაურჩი ამ ლეღვობას და იმ ლეღვობას თუ გადაურჩები არ ვიცი ხო იმიტომ რომ კარგი არ არის მე მგონი რა ნაღლის ბუშტისთვის და რაღაცა სადღამ აქვს ნიკო ნაღლის ბუშტი ზოგი ჭირი ჩამოვიცოდი სულ არ შეიძლება მე ვერ ვზოგავ თავს და აი რადონის ლეღვისტი ვარ იცი დღე რო დამთავრდებოდა ბალისტე თავს რო დავდები სულ მახსოვდა რომელი და ის ხვალ იქნება მწიფე აი ზემოთ რო ის ზეგ იქნება და კონკრეტულ იმებს ვიცნობ უკვე და ვიცნობ ახლა თვითონ ხეზე ასვლით აღარ ავდივარ ისინი გვაქვს კაუჭები რო არის და ნუ ახლა ძალიან ზემოთ რაც არის იმებს ჩიტებს უტოვებ რა რაღაც იმათაც ხონდა ჭამა საზამთროს კაცი უფრო ხარ თუ ლეღვის ილო მოდი შენ ჩაქთავ საზამთრო გირჩევნია თუ ლეღვი საზამთრო მე საზამთრო არის აი ახლა ესე ემოციურად უცბად ეგრევე საზამთრო იმას იწევს გაიგე მაგრამ ლეღვი იცი რა არის თან რომ თუ ხეზე არა გაქვს ლეღვი რომელსაც სათითაოდ იცნობ რომ ესენი გინდა ლეღვი ძვირია ძალიან ყოველთვის ძვირი ანუ სეზონში როცა არის და შემოსული როცა არის მაშინაც ხა ერთხელ იყიდი დადებ მაგრამ საზამთრო მაინც ასე თუ ისე დემოკრატიული საჭმელია და თან ბოლო დროს შემოვიდა ეს პატარა საზამთროები რო არის ბოლო რამდენიმე წელი რომელიც გემრიელია თან ნაკლებ კურკიანია უკურკო ქვია მაგრამ არის ბოლომდე უკურკო ოღონდ ჩვენ მქონდა ბოლო რამდენჯერმე ყვითელი საზამთრო რომელიც გემრიელი არის ხრაშ უნებს ყველაფერი მაგრამ მე წითელი მირჩევნია იმიტომ რომ ფერი უნდა კონდეს წითელი ბავშვებს მოეწონათ და ამიტომ ნუ ყვითელს ყიდულობთ და ცოტა იმედი მქონდა რომ წითელით შეეპაროს ერთი პატარა იმას მე შევჭამ და ყვითელს ამათ ვაჭამ ხო არა ნუ აი საზამთრო არის ეგრევე საზამთროზე აი ქვეცნობიერი ირთვება და გახსენდება ეგრევე ბედნიერება ბავშვობა ზაფხული დასვენება რაღაც აი პოზიტივი და ის მოდის მაგრამ ლეღვი შემიძლია ხინკალივით ჭამო ანუ აი ეს მარტო ის ჭიპი დავტო ანუ კანიც კი არ მოვაცი მეც აღარ ვცხვი ხოლმე თუ ძალიან ზაის ქელკანიანი მწვანე რო არის იმას შვები მაგრამ ხო აი ეს ქელკანიანი თუ არის აი როგორც ხინკლის ჭიპი თავი ძალიან უხეში რო არის იმ ფრაქციას მოაცილებ ეხა ეს ძალიან გავრცელებული გოიმური შეკითხვა რომ ალბათ პასუხიც არსებობს მაგრამ საზამთრო რატო ქვია ხო ანუ საზამთრო რო ზამთრისთვის არ ვთქვათ
ხო, არ ვიცი. ანუ პირველები არა ვარ თუ ისაც ეს შეკითხვა დაუსვამს, ძალიან გავრცელებული ის არის და ალბათ რაღაცა გონივრული პასუხიც აქვს, ტყუილ ხო არ ქვია. ხო, ასე არ ჩავკირკიტები ვარ მაგ ამბავს, ხო, არ ვიცი. მედიას თუ ადევნებდი თვალყურს, ტელევიზორს უყურებდი, რამე ნახე. ხო, ნუ ახლა ეს იმას უყურებდი, რა ქვია, Masked Singer-ის ქართულ ვარიანტს. ავაზა და კენგურუ რო არიან და რომ უნდა გამოიცნო ვინ არიან თუ ვერ გამოიცნობ და მე არიან. არ უყურებდი, მაგრამ ეგ ისეთი ამბავი არის, რომ სადღაც სოციალურ ქსელებში ეხა შეხვდა მეც, არა და პირველი წელი არ არის, რაც არის ხოლმე, უბრალოდ ხანდახან ძირითადად მე გადაცემა იქიდან ვიცი, რომ ან ფოტო ვრცელდება, როდესაც ვიღაცამ მოიძრო და ფიქრობ, რომ გამხელა კაცი ხარ რაც ხო, ჩემს იმაში ბაბლში ეგ ამბავი შემოიჭრა ის გია მურღულია რომ ის რაღაც ციფრული თუ ელექტრონული თუ როგორი მგელი აღმოჩნდა რა რაღაც ეგეთი. უნდა იყო ძალიან ეს სასაცილო. ხო, აგერ შენ გამახსენე ის ბაკურ ბურდული ყოფილა რა ლადო იყო. ლადო ბურდული იმპერატორი ყოფილა, კაცი იმპერატორი. რა იყო? ანუ ეგრე ცხოველები არ მახსოვს, ადამიანები მახსოვს ვინ იყვნენ. ხმელი წიფელი იყო. რა საკაიფოა, ანუ რაღაცა ესა. მოჩეხეს თუ რა. ეგეთი სასიმღერო შოუებიდან, რაც რეალიტი შოუ სიმღერის კონკურსი რაღაცა ეს დარჩა, რომელსაც ჯერ კიდევ მართლა რაღაც ინტრიგა აქვს და ანუ რომ არა ზოგადი პოლიტიკური ვითარება და ის რომ იმედზე გადის და რაღაცა ტრეშის ამბავში უყურებდი ხოლმე მე ალბათ. ანუ არ მინახავს ეს, მაგრამ ეგეთი რაღაცები მიყვარს, რომ აბა მოდი ბოლომდე სერიოზულად თვითონაც არ უდგებიან საკუთარ თავს და ეგ მომწონს. ის დანარჩენი სასიმღერო კონკურსები ცოტა ზედმეტად სერიოზულია ხოლმე. ამოიწურა ყველანაირი მარაგი იმ ხალხისა, ვინც იქ გამოდიოდა და ესეც სადეს, ისეც მარტო ქართული, მარტო უცხოური, საბავშვო, მოხუცების, ეხა რაღაცა ესეთი უქნათ, ისეთი უქნათ და ნუ აღარ არის რა მორჩა და. იქთან დრამებია და აქ დრამები არ არის, ხო, იქ რო ვიღაცა გამოეთიშა ვიღაცა ის ნამდვილ კონკურსებში. ესეც ნამდვილი კონკურსია და რაღაცები. ხო, მაგრამ აქ ხომ არის თამაშის ელემენტი მეტია, ახლა კაცი რო ხმელი წიფელი ხარ და კენგურუ ხარ და რაღაცა, ალბათ ცოტა არასერიოზულია, ხო? და ძალიან არ განიცდი თუ ჩაგხსნიან რა. თუ მაინც ნერვიულობ. ხო, იცი რომ ხო, ის ახარ რაღაცა, ეხა ხარ გველი კა და სასაცილოა. ხო, აქ უყურე ახლა გიამურღულია სიტყვაზე ხო კაცი პედაგოგი და რაღაცა ის ან მანდ რომ მონაწილეობს არა აქვს ამბიცია ახლა მისთვის ეს არ იქნება ტრამვა რომ გამოეთიშება ხო რომ ეს რამ იქნეს და მე მეკუთვნო და მთავარი პრიზი და რაღაცა. გიამურღულია წერს ხოლმე Facebook-ზე, ყოველ შემთხვევაში ხა არ ხაიკუებს წერს, ანუ არ ვაფოლოვებ, მაგრამ არაერთხელ შემხვედრია ვიღაცის გაზიარებული უწერია რომ ეს არის ქართული ჰაიკუ, რომელიც არანაირად ლექს არ ვაფასებ, მაგრამ არ არის ჰაიკუ, იმიტომ რომ ჰაიკუ არის ძალიან კონკრეტული მართლების რაოდენობით ძალიან 5-7 ხო? ანუ ეგ თუ არ არის ჰაიკუ და ნუ კაი ბოლოში რომ იმითი არ მთავრდებოდეს შეიძლება, მაგრამ ყველა თეთრი ლექსი ჰაიკუ არ არის. ხო, და თან როგორი რაღაცა იცი, ძალიან მაშინ აი შეიძლება ეგ არ იყოს ეგ მართლების რაოდენობა, ეგ სტანდარტი დაცული, მაგრამ უნდა იყოს ძალიან პოეტური და მაინც ძალიან ლაკონური. არა, ეგ მართლების რაოდენობა თუ არ არის დაცული, ჰაიკუ არ არის. ხო, ხო, მაგრამ როგორ გირჩევთ? მაგრამ არ არსებობს, ანუ ეგ თუ არ არის. მაშინ სხვანაირი ლექსი, ანუ კი ბატონო, სხვა ლექსებიც არსებობს, მაგრამ იაპონელებს აქვთ ის რომ ეს უნდა იყოს ესეთი ძმაო და აჰა, თუ გია ტანკა იყოს კიდე ორი ცალი მიამატე, რამდენი ემატება, არ ვიცი 5-7 თუ 7-7 თუ რაღაც მათემატიკაა ცოტა რა, მაგრამ ნუ თავისი სილამაზე არის მინიმალიზმში და მთელი მუღამი არის რომ აი ეს საზღვრები გაქვს და აი აბა ამაში როგორ გამოავლენ საკუთარ თავს, თორე თეთრი ლექსებიც რამდენიც კიდე წერი ადამიანო ბოლოს არ დაარქვა რომ ჰაიკუა. ხო, ნუ მაშინ რაღაც დაწერე ლექსი და თუ გინდა რომ მე გაჰაიკუე რა. კაი იყო. გავიარეთ ოსტატი ხარ, ოსტატო. ხო, ნიკო, ახლა ესე თლათ ესე პოლიტიკური ამბებში და იმებში არ ვიყავი ჩართული, ვცდილობდი რაღაც საკითხავები მქონდა წაღებული მეთქი. მაგრამ ნუ ახლა შემოიჭრა და ის ახლა ბოლო დღეებში განსაკუთრებით. რა დაწერე ბოლო 2 დღე, რამე დიდი სტატია გააკეთე? დიდი სტატია გავაკეთე, ხო. სტატია გავაკეთე იმაზე, ხო, აი კარგად გამახსენე. აქ ჩვენთანაც აქტუალური არის და სრულიად მოულოდნელად იმას მართულ პარტიას და ქართულ ოცნებას არჩეოდა თავისიანების ასე ვთქვათ ესე დაჭერა და დევნა და კორუფციაში მხილება რაღაცა და რაღაც ესე თვისებრივი სიახლე არის ჩემი აზრით, აი ეს ბოლო ეს პერიოდში, ხო? აი
ის ბატონი რიჟვაძის იმ თვითმკვლელობის ცდილობიდან დაწყებული და ახლა თავდაცვის სამინისტროში სკანდალი რო არის ხო ეს მინისტრის მოადგილე შესყიდვების სამსახურის უფროსი და თვითონ ეს ყოფილი მინისტრი ეს ჯუანშერ ბურჭულაძის დაკითხვებზე და სატარება რაღაც თვისებრივი სიახლე არის როგორც წესი ყოველთვის იყო ხოლმე როდესაც ესეთი კორუფციაზე იწყებდნენ ლაპარაკს ან დანაშაულზე ლაპარაკს ხო ყოველთვის არა წინამთავრობაზე, არამედ წინა ხელისუფლებაზე იყო ხოლმე და ეს ახლა თვისებრივად სიახლე არის და ბევრმა დაწერა ჩემს ბაბლში რომ ეს რას ნიშნავს ეს რომ აი ოპონენტების დევნის რესურსი ამოიწურა და ახლა თავისიანებს დაერივნენ და აი მე არ ვაკავშირებ ამას პირდაპირ, მაგრამ რაღაც ესეთი იმების ლინკების დალინკვა შეიძლება ერთი რაც სტატიაში გქონდა და რაც რუსეთთან მიმართებაში არის ის რომ მსგავს ქვეყნებში რუსეთი საქართველოს შეიძლება ბევრი სხვა ანუ მაინც ხარ რუსების გამოგონილი ეგ არ არის მაგრამ შეიძლება იყოს კიდევაც რომ ჩდება შეკითხვა არა ის რომ რა დააშავა არამედ რა ხდება რას ნიშნავს ეს სინამდვილეში ხო იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს რომ რას ნიშნავს და რა პროკურატურამ გამოიძია და რაღაცა იპოვე ხო დანაშაული მოხდა მაგას ნიშნავს აქ არის რომ რა ხო იმიტომ რომ რა მოძრაობებია აი იმიტომ რომ ახლა რუსეთში მაგალითად კორუფციის გამო იჭერენ ახლა რუსეთში რა ხდება რის დალინკვას რო ვამბობთ ხო რუსეთშიც ბოლო 1 წელიწადი არის და განსაკუთრებით ნახევარი წელი ინტენსიურად მინისტრმა მოიკლა მოქმედმა მინისტრმა თავი ყოფილი მინისტრები არიან დაჭერილი მინისტრის მოადგილეები გუბერნატორების მოადგილეები. ნუ რა ძალიან ესეთი ბობოლა და მაღალი თანამდებობები არის და შენი თქმის არ იყოს ხო რა ხდება რატო ამბობენ რუსეთში ნუ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კორუფციაში გახვეული ქვეყანა არის და მეტიც ხო რუსეთში ეს კორუფციული კავშირები და კორუფცია ხო რაღაცნაირად სისტემის სტაბილურობის ის იყო ხო წყარო იყო სისტემის სტაბილურობას განაპირობებდა ეს კორუფციული კავშირები ხო ესეთი გამონათქვამიც კი არსებობდა რუსეთში ხო არა აქვს მნიშვნელობა შენ ფულს როგორ შოულობ თავარია ფულს როგორ ხარჯავ ანუ ფულს თუ ხარჯავ ისე როგორც სისტემის წვერს აწყობს ხო მოიპარე რა პრობლემაა ხო ამ დახარჯვა გულისხმობს სისტემის ინტერესებიდან გამომდინარე თუ შენ ფულს იპარა ისა ფულს შოულობ იპარა უხეშად არ ვიტყვი ფულს შოულობ რა თქმა უნდა იპარავ და სხვა რაღაცები თუ ფულს შოულობ მაგრამ სისტემას არ აზიანებ მოიპარე მაგრამ მანდ ნახე შეიძლება თუ ოპოზიციას დააფინანსებ ან რაღაც სამოქალაქო იმას ხო შენ არ გეპატიება ის მოპარვა მაგრამ აი სხვას ეპატიება ასევე რომ შეიძლება რაღაცა მოხდეს რომელიც შენზე არ იყო დამოკიდებული მაგალითად რუსეთის შემთხვევაში კურსკის თავდაცვის იქედან მოიპარე ფული შეჭამებული სისტემა დააზარალი მე აღმოჩნდა რომ სისტემა დააზარალი იმიტომ რომ უკრაინელები ადგნენ და შემოვიდნენ იქ სადაც არ უნდა შემოსულიყვნენ და რომელიც დაცული უნდა ყოფილიყო და მე ყოფილი მინისტრი რო ხარ რომელიც მანამდე გუბერნატორი იყავ იმ მხარეში მე გავუგებარ ვითარებაში კვდები იმიტომ რომ ოფიციალური ვერსიაა თვითმკვლელობა მას შემდეგ რაც სამსახურიდან გაშვების ბრძანება დაწერეს მაგრამ თავიდანვე იყო კითხვები რომ როდის მოიკლა იმ კაცმა თავი და მოიკლა თუ არა ხო იცი რა არის ბევრს ეჭვი არ ეპარება რომ მოიკლა და არა იმიტომ რომ სიტყვაზე ციხეში მოხდებოდა და კარიერა დაუმთავრებოდა ეგ პუტინის ასე ვთქვათ ახალი კადრი იყო აი პუტინის ხო ჩვევია ეგეთი რაღაცა რომ პერიოდულად ყავს ძველი ტიპები რომლებიც ნუ ესე ვთქვათ ტვირთი არის არანაირი აი მაგალითად არანაირი უნარებით და იმით არ გამოირჩეოდა, უბრალოდ ერთად დადიოდნენ სათევზაოდ, რაღაც ანადიროთ და ძველი ბებებისა და რაღაც ძველი მეგობრობა აკავშირებდათ და მისთვის აი ეს ურთიერთობები იყო ძვირფასი. ესეთი ყავს ბევრი, მაგრამ ყავს ესეთი ახალგაზრდა ტიპები, დაწინაურებული, ტექნოკრატები, უნარიანი ტიპები და ესეც ეს სტარავოიტი რა, მოკლედ ეს მინისტრი, რომელმაც თავი მოიკლა, ითვლებოდა აი ესეთ უნარიან ტიპად, რომელიც დააწინაურეს იმის გამო, რომ რაღაც განსაკუთრებული უნარები აქვს და სისტემისთვის სასარგებლო ტიპია და აი ნუ აი ესეთ რაღაცებში რო ჩაიჭრა, თვითონ მოიკლა თავი. ხო ბუნებრივია ესეც არგუმენტია და ისიც არგუმენტი არის რომ ახლა გაფრთხნიან არა მარტო იმას, არამედ მის თელ გარემოცვას, ოჯახს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ სისტემა დააზარალა. ანუ ფული იშოვე რა პრობლემაა, მაგრამ სისტემა არ უნდა დააზარალო და ახლა კიდე ამას ემატება ის რომ ამ სანქციების გამო, ომის გამო ფულით მთავრდება. ყოველ შემთხვევაში ეს იოლად არ არის ეს ფულის ხარჯვა და ფულის შოვნა, ხო? უფრო მეტი კონტროლია, უფრო მეტი საჭიროებები არის, იმიტომ რომ მთელი ეკონომიკა და ყველაფერი გადაეწყო ომის საჭიროებებს. მანთან ისიც არის, რომ არის, აი რატო არის, რომ ზოგი ქვეყანა ბუნებრივად ნაკლებად კორუფციულია, კორუფცია ყველგან არის, მაგრამ თქვა შვედეთში ნაკლებია ვიდრე რუსეთში ან რაღაცა ეგეთი.
და ან შეიძლება ცენტრალური აზიის რესპუბლიკებში ყოველთვის იყო და იქნება, ჩვენთანაც იყო ყოველთვის ეგ პრობლემა. და მან რაღაც ისტორიულ მემკვიდრეობასაც აქვს მნიშვნელობა, რომ არის ქვეყნები, მაგალითად რუსეთი, რომელსაც კორუფციის გარეშე არ უცხოვრია არასდროს. ანუ ეხა უსმენდი თუ იმას ვკითხულობდი აკუნის, მოკლედ პედრე პირველზე იყო და ერთ-ერთ მომენტში პედრე პირველს ამოასხა და თქვა, რომ აი კორუფციაზე სიკვდილით დავსჯიოს ყველასო, ვინც იპარავსო და ერთი ტიპი იყო, ვინც ერთ-ერთ თავარი მრჩეველი იყო და შედარებით ჯიგარი და შედარებით ნაკლებად იპარავს და მეფეო წამაჭერიო თავი, ანუ ყველანი ვიპარავთო, ზოგი მეცო, ზოგსო ცოტასო და მარტო დარჩებიო აქო. მარტო გააკეთებო ყველა საქმესო და მანაც ხო, არა, ეგ არის. გუშინ ესა ქუჩის გამო ვოქს პოპი ქონდა იმას ფორმულას მე მგონი და იქაც ამ კორუფციაზე ეკითხება ერთ-ერთ კაცს და ის ასეთ ანეკდოტს უყვება, რომ სტალინმაც გადაწყვიტაო ამ კორუფციის თუ რაღაც აღმოფხვრაო და ბერიამ უთხრაო, რომ მე აღმოვხვრი კორუფციასო. ანეკდოტია რა, მე აღმოვხვრი კორუფციასო და რო აღმოფხვრაო, მერეო რას მომცემო და ახლავე უკვე კორუფციული პირობებს მიყენებო და რისი აღმოფხრელი ხარო. ეგეთი ის არის. ხო, ეგეთი. ქუჩის გამოკითხებში ის კაცმა თქვა და დამამახსოვრდა, ხო, ეგეთი ის არის. ხო, რუსეთში ხო გეუბნები, ფაქტობრივად ეს იყო აი სისტემის სტაბილურობის, აი მდგრადობის, სისტემის მდგრადობის ის ხერხემალი რა, ეს კორუფციული ურთიერთობები ასე მუშაობდა. ხო და უბრალოდ შეიცვალა ის, რომ აი ახლა სისტემა არ უნდა დააზარალო და სისტემა ახლა კრიზისშია, ხო, ფული ჭირდება და ასე შემდეგ. მაგრამ უყურე იქაც ვამენ ამ კითხვებს, რომ ახლა ეს რო დაერია თავისიანებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს წნეხი სამოქალაქო სექტორზე, მედიაზე, ცალკეულ ტიპებზე, რომლებიც არ არიან სისტემის ნაწილი, იგივე წასულებზე, ხო, აი მწერლებზე, ჟურნალისტებზე და იმათზე წნეხი შემცირდებაო და აი ეს ანალიტიკოსები ვარაუდობენ, არათუ შემცირდება, გაიზრდება, იმიტომ რომ ჯერ ერთი მიღებული აქვს ისეთი კანონები, რომ ყველაფერში ჩანს, რომ ეს წნეხი გაიზრდება. აი თუ შენც აკვირდები, აი ეს აკუნინი ახსენე, ხო? აკუნინი აქამდე იყო უბრალოდ უცხოელი აგენტი. მერე შეიყვანეს რაღაც ექსტრემისტების სიაში. ახლა საერთოდ დაუსწრებლად მიუსაჯეს. აი უკვე სხვა იმაზე ადის. თვისებრივად ახალი ნორმალურობა დგება, ხო? ადრე ლოიალობისთვის, ადრე საკმარისი იყო ჩუმად ყოფილიყავი, ან აქტიურად არ გებრძოლა ხელისუფლების წინა. უფრო ადრე ესეც მოსული იყო. აკრიტიკე რამდენიც გინდა პლატფორმაც გაქვს, არ წახვიდე ქვეყნიდან წიგნის დაწერე ისეთი. ახლა ვეღარც წიგს გაყიდი, ვეღარც მაღაზიაში დადებ. საერთოდ რეპერტუარს უმოწმებენ უკვე თეატრები, ხო, არ დადგავენ ვიღაც დრამატურგების პიესებს და მოკლედ ახალი ნორმალურობა ასე უწოდოთ, ხო, იქმნება, სადაც უბრალოდ სისტემის ლოიალურობა არ კმარა, გაცილებით უფრო მაღალი ჭყალებში სტანდარტი არის საჭირო იმისთვის, რომ დარჩე და იარსებო და საარსებო წყარო მოგცენ. ხო და რაღაც ლინკების გავლება აქაც შეიძლება. აქაც ჩვენთანაც ხო, ნუ პრინციპში ისეთი კანონები აქვთ მიღებული, ხო? მიუხედავად იმისა, რას უზავენ თავისი გარემოცვის წრეებს და ჩავთვალოთ, რომ ეს სანქციები, რაღაც ამ ეკონომიკური კავშირების ღვევა, ინვესტიციების შემოდინების კლება, ხო? უქმნის სისტემას რაღაცნაირად ამ ფინანსურ პრობლემებს და ეს კორუფცია და ეს უკვე როგორ გითხრა ესეთი იოლად გასატარებელი აღარ არის სისტემის წვერისთვის, მწვერვალისთვის, ხო? არის ლაპარაკი, რომ ვიღაც სხვა ტიპებს კიდე სხვა თანამდებობის ტიპებს თხოვენ ფულის მიტანას და ასე შემდეგ, ხო? ახლა ეს ყველაფერი ანეკდოტის დონეზეა, არანაირი წყაროთი ახლა, მოარული ხმებია, მაგრამ საფუძველი აქვს ამ ჩვენთან როგორ იყო ერთი წამი რეალობას რომ მოვწყდეთ და აღქმას რო ვთქვათ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში როცა აკეთებდნენ კორუფციის აღქმის ინდექსს, სწორედ იმიტომ აკეთებდნენ ესე რომ კორუფციის შესწავლა რთულია, იმიტომ რომ დანაშაულია, ხშირ შემთხვევაში არანაირი მტკიცებულება არ აქვს, მაგრამ ჟონავს ხოლმე ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ხო, მეზობელი გეტყვის სიტყვაზე ან ნაცნობი რომ აი მე ახლა პასპორტის აღება რო დამჭირდა, მალოდინეს და სანამ ფული არ მივეცი. ხო, ამიტომ კორუფციის აღქმის ინდექსი მაინც იმაშობა ხოლმე რომ მე როგორ აღვიქვამ, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაღაცხანერად როგორ გარემოზე რაღაც წარმოდგენას გვიქმნის. ჩვენთან კორუფციასთან ბრძოლის ესეთი სერიოზული ტალღა ბოლოში იყო ვარდების რევოლუციას რაც მოყვა. რომელიც ჩემი აზრით იყო ძალიან წარმატებული, იმიტომ რომ რაც მე მაქვს ეს აღქმაზე ალაპარაკი და ისტორიულ ანალიზზე არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ
ძალიან ქვევიდანაც მოდიოდა, ანუ ეს ზევიდან დაწყებული რაღაცა კორუფციასთან ბრძოლა კი არ იყო, არამედ ძალიან აქტიურად შეხვდა ამას საქართველოს მოსახლეობა და სიხარულით, რომელიც იყო ცოტა დაღლილი მჭაობით, სადაც მანამდე ცხოვრობდა. ბევრი ახალგაზრდები იყვნენ ტიპები, რომლებსაც რომ აღარ გვინდა ეს რაღაცა სახმართველობაში ჩალიჩი და რაღაცა პრავაზე ფულის გადახდა და გამოცდებზე ფულის გადახდა. და აქაც მნიშვნელოვანი არის, როგორც სულ ამბობ ხოლმე, სისტემური სტრუქტურები არის მნიშვნელოვანი. არა ის, რომ ადამიანს აუხსნა, რომ მოდი ქრთამი არ აიღო, იმიტომ რომ თუ მე ვარ ისეთ სისტემაში, სადაც ქრთამი უნდა ავიღო, მე ან იქ ვარ, ან არა, სხვანაირად არ გამოდის. ერთი ჩემი სტუდენტი ჯიპაში, რომელიც მე ჟურნალისტად მუშაობდა აზერბაიჯანში, ამბობდა, რომ ჟურნალისტად ვერ ვიმუშაო, იმიტომ რომ სადღაცაო დავალებაზე გამიშვაო გაზეთში, ბევრი წლის წინ რედაქტორმა. და ისო ფულს მაძლევდაო და მე არ გამოვართვიო, მოვედი უკანო ესეო და ჩემი რედაქტორი მეუბნა, რომ ფულის ადარიო და ამან არა მე ჟურნალისტი ვარ თუ რა და იმან არა იქ ფული შენი კი არა რომ შენ რჩებაო იქ და რაღაცაო რაღაც მე მაძლევო და მე კიდე ვიღაცას ვაძლევ აქედანო. ამიტომ მანდ მე არ ვარ ჩართული, არ გამოდის, ან ხარ და იღებ მაგაში მონაწილეობას და არავინ არ თქვას, რომ რაღაც ეგეც აი კორუმპირებულ სისტემაში რომ მუშაობდე, მეც თუ შენც, ანუ ძალიან წინააღმდეგი ვარ მაგისი, მაგრამ თუ იქ ხარ, იმ თამაშის წესებით თამაშობ რაც ხარ და შეიძლება ძალიან ამორალურიც არ გაჩვენებოდეს, იმიტომ რომ ეგ არის კანონი. შეიძლება დაწერილი იმაში არ ეწეროს, მაგრამ ნუ ეგრევე ცხოვრობთ ყველანი. ნახევარი კიდევ ერთხელ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ეგრე ცხოვრობენ და ცუდი ადამიანები კი არ არიან, ანუ არა კაცები და არა ქალები კი არ არიან, არამედ ეგეთი ურთიერთობების სისტემაა, ზოგს შენ მომცემ, ზოგს მე მოგცემ და ეგრე ხარ. და ჩვენ მქონდა ერთი სული, რომ მანდან გამოსულიყავით, იმიტომ რომ რაღაცნაირად პრეტენზია მქონდა, რომ არა ვართ ეგ ხალხი და შვედეთისკენ უფრო ვიყურებოდით, ვიდრე ტაჯიკეთისკენ სიტყვაზე, აი ამ აღებმიცემობის ურთიერთობაში, მაგრამ და ამიტომ მე როცა ნაციონალურ მოძრაობას უჩიოდნენ, სულ იყო ლაპარაკი მაღალი დონის კორუფციაზე. და ისინი ამბობდნენ, რომ ეგეთი რაღაც არ არსებობს ტყუილიაო, იმიტომ რომ ხო გაიგებდითო და ყველა ვიცოდით, რომ მაინც არსებობდა, იმიტომ რომ ტიპები არიან, რომლებიც მინისტრები იყვნენ და მილიონერები გახდნენ და საიდან. ანუ არ ვიცი ვინ ვის რა მისცა და როგორ მისცა და რა როგორ წილი აიღეს, მაგრამ აღქმის ინდექსით მაშინ იყო, რომ ხმები მოგდიოდა, რომ ტიპებს ბიზნესს ახევდნენ და კონკრეტული ტიპები იდგნენ და მე ამახი ესე და ესე მოხდა, რომელიც რატო არ უნდა დაიჯერო. და მოკლედ მას მერე ალბათ არის ხოლმე ცდილობები სულ რომ ქვევითაც ჩამოვიდეს ეს კორუფცია და ვიღაცამ რაღაც საბუთის დამზადებაში აი ხა მაგაზეც იჭერენ ხოლმე და არ ვიცი რამდენად არის მოდებული ეგა რომ ვიღაცამ იფიქრა რომ ეხა მევიდა ჩემი დრო და ეხა რომ შენ თუ კონცერტის ჩატარება გინდა ფული მომეცი არიან გადასული თუ ეგ უკვე არსებული რეალობაა და უბრალოდ ვიღაცებს იჭერენ ვისი ბიძაშვილიც თვალში არ მოუვიდა ძევით. არ ვიცი როგორ არის. ხო, ძნელი სათქმელია. ისე მე ჩემი გამოცდილებითაც იცი, აი ორი ესეთი მნიშვნელოვანი ისა მაქვს, აი გაზომილი კორუფციული ურთიერთობები როგორ შეიცვალა. 2001 წელს მომიწია უცხოეთის პასპორტის აღება, უცბად საჭირო გახდა, რომ აი წავსულიყავი რაღაც სახელმწიფო დეპარტამენტის რაღაც პროგრამა იყო. შეიძლება ეს ადრე ერთ-ერთ გადაცემაში მოყოლილი მაქვს. და პასპორტი უნდა აიღო 2001 წელი არის, ნუ გაგანია ეს გვიანი შევარდნაძის ესეთი ზასტოვი და ეგეთი ის არის, ხო? სადაც საპასპორტო მაგიდა ესე ერქვა. საერთოდ ვერ შევედი, რამოდენიმე დღიანი მცდელობა მქონდა, ხო? აი ძალიან ადრე უნდა მისულიყავი, მაგრამ რიგი იდგა შენობის გარეთ და შენობის შიგნით რომ მოხვედრილიყავი, ხალხი ღამეებს ათენებდა. ვერასოდეს ვერ მივედი ისე დროს, როგორ ჩანს, ღამე არ იშლებოდნენ რა, დილამდე რჩებოდნენ და ან ერთმანეთს ვლიდნენ თუ რაღაცა. ვერასოდეს ვერ შევახციე. რომ შევიდე და იქ ვიღაცას დაველაპარაკო და იქ მერე მომთხოვონ ქრთამი, ხო? აი ქრთამი რომ უნდა მომთხოვონ, იქამდე ვერ მივედი. რამოდენიმე დღიანი მერე მოუძებნეთ ნაცნობი რაღაც ის ახლა ქრთამი არ გამომართვა ესე იმათ, მაგრამ სტავკები და ყველაფერი ცნობილი იყო. და ესე იმით რომ ვიღაც რამოდენიმე დღის მერე მოუძებნეთ რაღაც ის და რაღაცნაირად გავაკეთეთ და მერე რამოდენიმე წლის მერე ასევე დამჭირდა საზღვარგარეთ წასასვლელად გონი პრაღაში თუ რაღაც ის იყო იუსტიციის სახში მივედი აქეთ მოგზანდი სწრაფად გინდათ როგორ გინდათ 3 დღეში 7 დღეში ესე ცივილიზებულად ესე კარგად ყოველგვარი კორუფციული და იმის უხერხულობის გარეშე, იმიტომ რომ იმ კორუფციაში მონაწილეობასაც რაღაც შნო უნდა, ხო, აი ადრე რო იყო ექიმისთვის ფული რომ უნდა ჩაგეთო და არ გინდა და თავისი ის აქვს წესები. ხო, აი ნუ ძალიან უხერხო ცუდია, შეურაცხყოფელი არის მე. ყველასთვის თან იმათვისაც და თან ისეთი ის არის, რომ აი იგივე კორუფციაში მონაწილეობას რაც ვქო, თქვა ექიმი ხარ 85 წელს.
ის ფული შენ ამით შემოგდის სხვა ხელფასი, რაღაც 20 კაპიკი თუ რაღაცა ეს უნდა გეკუთვნის შენ. უბრალოდ აი რაღაც მაგაში ხარ ჩართული. ასევე აი იგივე მედია რატო არის საჭირო და რა ხდება ბოლო დროს? ხო, ვიღაც ტიპები თქვა დაიჭირეს რამდენიმე თვის წინ, რომელიც მერე იყო ინფორმაცია რომ ნახე მაგის ცოლს რამდენი ქორწილი ქონდა გადაღებული, ნახე ტორჩი რამდენი გადაიხადეს, ამდენი მილიონისა და მე აღმოჩნდა რომ წლების განმავლობაში იმ კონკრეტულ ადამიანზე არაერთი გამოძიება წერდნენ, ჩვენც წერდით, სტუდია მონიტორი, ერთად ჩვენ ცალ-ცალკე ვიღაც სხვამ გააკეთა, კიდე სხვამ გააკეთა, ანუ ეს რაც დაფარული და იმის ქვეშ საფარ ქვეშ კი არ მოქმედებდა, ანუ ინსტაგრამზე რო შეხვალ, მიხდები ფული ვისა გაკეთდა. უფროსმა ნაჩალნიკმა კი არ უნდა გადაწყვიტოს, ვინ უნდა დაიჭირონ და ვინ არა, ხო? ვინსაც ეკუთვნის, ხო? და ვისაც გამოავლენს, რა მნიშვნელობა გამომძიებელი ჟურნალისტი, რაღაც კვლევარი არასამთავრობო ორგანიზაცია, ხო? გადამოწმდება ფაქტები და იმის მიხედვით იმოქმედებს. მედია საჭიროა როგორც ასეთი ამბების გამოსავლენად, ასევე რომ ვინმე არ გადააყოლონ ნაბანწყავს, ხო? ხო შეიძლება ამ კამპანიის დროს კორუფცია და ვიღაცა მოაყოლონ ისე რომ რაღაც ინტერესი აქვს, ხო? ანუ ისედაც ხდება ხოლმე, არიან, ეხლა რუსულად ვიცი, მარტო ზიცპრეცედატელ, რომელიც 12 სკამიდან არის, იმისთვის არის რომ ციხეში ხო, დირექტორი გქვია და მარტო იმიტომ რომ რაღაცას ხელს აწერდა, სინამდვილეში მე ვარ იქ, მაგრამ არაფერს არ აკეთებ, იღებ ხელფას, იღებ ფულს და ოღონდ შეთანხმებული ხარ რომ რამე რო იყოს შენახა. ეს ხო და ჯობია რომ ამ შემთხვევაში გზის პრეცედენტელი ნაკლები ხანი იჯდეს და ჩანდეს ვინ იდგა იმის უკან და ეგრე ზუსტად ხო აი ეს არის ამ ველს რო ასუფთავებ ხო სისტემის წევრიც დაუცველი რჩება იქ თვითონ ეხა ეგ ორივე ციგნზე პირად ვიცოდი და დიალოგი არის უბრალოდ ქართულად ეხა თან გონებაში თარგმნის მთლადზე პირად რუსულად არ მახსოვს მაგრამ არის რომ ეს ოდესელი ტიპები არიან რომლებიც ეუბნებიან რომ ეს ამან გახსნა კოოპერატივი რა გაიკაპოთა რქები და შლიქები და დირექტორს რომელს დაგნიშნავთ ის ვიღაც რენდომ ტიპები ეკითხებიან და თქვენ რატო დაგნიშნავთ და თვითონ აპირებთ რომ იჯდეთ თო კაიო მაშინა და ой სამისები ეძებსიძე წოდა ეს უცებ მიხვდა რომ არ არის რაში ყოფილა საქმე არ არის საჭირო ხო არა ნუ მაგისთვის არის ხო რა ეს მედია არის საჭირო რომ ჯერ ერთი სისტემას რო გაუჩდება ბზარი და გაუჩდება ბოდიში ასე ვთქვათ ჭია ხო დროზე გამოავლინოს და არა ისე რომ სრულად გახსნილია ახლა ვისაც გინდა დაადოს ხელი სისტემამ რომ ეს არის კორუფციაში ჩართული და რაღაცა აი საზოგადოებას უკვე ისეთი განწყობა აქვს ჯერა ხო აი ნებისმიერი და თუ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი თუ მედია არ არის ძლიერი ვინ დაიცავს სიტყვაზე ხო თუნდაც სისტემის წესიერ ქვეყნებში და აი მე როგორ ქვეყანაშიც მინდა რომ ვიცხოვრობდი არის რომ შეკითხვა რომ ის რატო დაიჭირეს პასუხი იყოს რავი უპოვეს რომ დააშავა რაღაცა და იმიტომ დაიჭირეს ახლა ყველა ხვდება რომ ის რომ დაიჭირეს რაღაცაშია საქმე იმიტომ რომ ის რატო არ დაიჭირეს მაშინ აი ის რატო არ დაიჭირეს ხო ეგ მომენტი არის ისე ეს მოულოდნელი ამბებით რომ რაღაცნაირად რა ვიცი აბა ახლა ეს შენს თვალსაჩინშიც მოხდებოდა ეს ელდარ ლუკა კურტანიძის ამბავი რომ რაღაც ეგეც მდიდარი კაცი ყოფილა იმიტომ რომ ამ სკანდალს თქვა რომ 14 მილიონი დოლარის მარტო უძრავი ქონება აქვს თბილისში რა იჭედავა ეგეთი ყველას გავჩნდა ახლა იცი რა არის მეც ვიფიქრი ახლა რომ ნუ ახსენებენ ხოლმე რომ ოლიმპიური ჩემპიონი არ არის ორგზის ბრინჯაოს ფლობელია ოლიმპიადის. ორგზის სოფლიოს ჩემპიონი არის. ვერცხლის პრიზიორია, ევროპები აქვს მოგებული. მოჭიდავის კვალობაზე, ნუ ესეთი ტიტულოვანი მოჭიდავი არის, მაგრამ აი ეს ჩემპიონიც გახდა 2000-იანი წლების აი ისა 90-იანების ბოლოს იყო მისი კარიერა და 2000-იანების დასაწყისში. ანუ ის პერიოდია, როდესაც მინდა ხაზგასმით თქვა, რომ მის ქონებაზე რაც ვიცით ამ წუთას, ვიცით ერთი ვიდეოდან, რომელიც მისმა ცოლმა თქვა, რომელიც ხა რატომ უნდა მოეტყუებინა, მაგრამ შეიძლება გადააჭარბა და სინამდვილეში სამი აქვს. რას ვამბობ? ანუ ახლა ხო არის ესე რომ იმის გამო რომ სპორტს პოლიტიკოსები იყენებენ თავიანთი იმიჯის გასაკეთილშობებლად გასაკეთილშობილებლად ხო ასევე რაღაცნაირად იმათი ესეთი ნდობის მაგარი ხარისხის თავის სხეულზე გადმო საფრქვევად და ასე შემდეგ ხო იყენებენ ამას და ეს ის პერიოდი არ არის 2000 წლები ახალი სიტყვებში მომენტნიკო
ეს ის პერიოდი არ არის, როდესაც ბიუჯეტს ჰქონდა დიდი შესაძლებლობები და ეს უხვად გასცემდნენ. ახლა არის, ხო? გონი სააკაშვილმა დაიწყო ის ოლიმპიურ ოქროზე მილიონი ლარის გაცემა და მე უხალ გაგრძელდა ეს ჩემი აზრით ცუდი ტრადიცია, იმიტომ რომ რაღაცნაირად ასე არ შეიძლება რომ ვიღაცას დასაფასებელია მათი შრომა რაღაცნაირად, მაგრამ ზომიერებას ხო აქვს, სადაც ის არის პენსია არის 350 ლარი და ის მინიმალური ხელფასი არის 20 ლარი. ნუ ესე არათანა ზომიერად არ უნდა ანაწილებდეს ხელისუფლება ფულს. გასაგებია ოლიმპიურ ჩემპიონს და იმას დასაფასება ჭირდება, მაგრამ არის ფედერაციები და რაღაც სხვა გზები, ესე რომ უცბად იმასავით შეიხივით გააძრო იქიდან მუთაკიდან და ეს ფული საზოგადო სიკეთე აჩუქო ერთს და სხვა ისე იყოს არ შეიძლება და საერთოდ მაგის ისიც შეიძლება დალაგება რომელი ქვეყნები ეს იმაშვები. ხო, ეგ არის რა პრემიებს გასცემენ სპორტისტვის. ხო და რას თქმა უნდა დავამთავრებ ის იმ პერიოდში, როდესაც მას ჰქონდა კარიერული პიკი, სპორტული პიკი, ხო? ასე იოლად არ გაიცემოდა ფული. ანუ ეს ქონება არ არის მაშინ დაგროვილი. ეს არის მერე. და სავარაუდოდ არის, როდესაც ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, ანუ თვითონაც იყო დეპუტატი და რაღაც სხვა კავშირები ჰქონდა. ხო, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი იყო ერთი პერიოდი და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს არ არის სპორტით ნაშოვნი ფული, ფულს არ გავს ეს და სპორტით შეძენილ ქონებას. მე ის მომეწონა შენ რომ ხაზგასმით თქვენ, ერთია რომ ცხადია ოლიმპიურ ჩემპიონს დაფასება უნდა კონდეს და შეიძლება პენსია რო ნაკლებია არ ნიშნავდეს იმდენს, იმიტომ რომ ადამიანმა საქართველოს სახელი სადღაც გაიტანა, მაგრამ განსაკუთრებით რაც შეეხება ხოლმე რეგიონებს, ეგ აი მე ვიცი ჰიპ-ჰოპიდან, რეპიდან შედარებას გავავლე, თქვა კენდრიკ ლამარი არის გაიგია თუ არა. როგორ მამუს საყვარელი რეპერიც ყოფილა და ანუ კენდრიკი ტოპი არის და ერთ-ერთი მისი ძველი სიმღერა არის Black Boy Fly ქვია, სადაც ყვება რართული იყო მისი უბნიდან კომპტონელი არის ლოს-ანჯელესიდან, რომ როგორ შურდა სხვა თავისზე ცოტა უფროსი ტიპების, ვინც რაღაცას მიაღწიეს, იმიტომ რომ იცოდა რომ მილიონიდან ერთი გამოძვრება აქედანო და აი თუ ეს ტიპი წავიდა უკვე ჩემი შანსები მცირდებაო და შანსი გაქვს იქიდან რომ გამოძრეო რომ ან კალათბურთელი უნდა იყო ან მომღერალიო მეტიო ვერაფერს ვერ შვებიო და ეგ არის ხოლმე პრობლემა ვთქვათ იგივე გორის მახლობლად იქნება თუ სადღაც სხვაგანსაც აი სპორტული სკოლები აძლიერა რომ ძალიან კარგი არის რომ ეგ გზა არის ვიღაცისთვის რომ მაგას მიყვეს და თავისი მოხერხებით, კუნთებით, ტვინით და ამ ყველაფრის ნაზავით გავიდეს საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ მაგის იქით ასევე რაღაცეები გჭირდება რომ იყოს რომ ტიპი ვინც არც ათლეტია და არც რა იქნება საექიმო სკოლა იყოს, იქნება ვეტერინარი იყოს, იქნება ხელობა იყოს რაღაცა. ანუ აი დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი პრობლემა საქართველოში ეგ იყო რომ პატარა ქალაქებში, სოფლებში რომ ჩადიხარ, ახალგაზრდა ტიპები არიან სამშაბათ შუა დღეზე დაბოლილები ბირჟაზე და 4 შაბათს 10 საათზე უკვე სმარუ აქვს დაწყებული, რომელიც ზოგი თავიანთი ბრალია, იმიტომ რომ უსახმურებს და იმეებს რა გამოლევს, მაგრამ ისიც არის რომ ბევრისთვის რომ აი სამსახური რა მაქვს, რომ 40 ლარი მიხადონ თვეში თუ არ მიხადონ ეს 40 ლარი თვეში და არაყიდავლიო და რაღაცას მოვიმათხოვრებ და იმას ვიზამ. ხო, და მოკლედ, ხო, მაგის თქმა მინდა რომ ეგ არ არის ეგ მოდელიანო რაღაცა კიდე გჭირდება, იქ რო ის კონდეს რომ აი ამას გააკეთებ და ბევრი არ იქნება, თქვა 1500 ლარი იქნება, მაგრამ თავს შეინახავ რაღაცა ის გექნება ცხოვრებაში სტრუქტურა და მე წინსვლის ვარიანტი და მილიონერი ვერ გახდები, მაგრამ ნუ რაღაც ჟენი ხელით იშოვი ფულს რა. ეგ მოდელი სიტყვაზე. ხო, რაღაც ეტაპზე შეიძლება იყოს, მაგრამ ხა სამუდამოდ სულ კონდეს ეგ რომ აი სიტყვაზე თუ ოლიმპიური ჩემპიონი არ გახდი, სიღარიბეში უნდა იყო და თუ ოლიმპიური ჩემპიონი გახდი, უცბად ის მილიონი დაგაბერტყონ თავზე, ხო? არ არის. ისეთი ვითარება უნდა იყოს, რომ არც იმ სპორტსმენს კონდეს მოლოდინი რომ ახლა ამ ოლიმპიურ სხვა ამბავი იყოს, სხვა მუღამი იყოს, სხვა შემოსავლები იყოს. არ კარიერის დასრულების მერე სპორტსმენის კარიერის დასრულების პერსპექტივა კონდეს რაღაც სხვა გააგრძელოს, სხვა გააკეთოს, ხო? ნუ ეს ერთი ამონათება ან იმაზე თვითის წვერზე შედგომა არ უნდა იყოს სამუდამოდ გადამწყვეტი შენთვის, რა. რომელიც თან არ გაშორებს იმ, მოდი ასე ვთქვათ, კვაზი პატრონყმულ ურთიერთობებს, რომელიც ბევრ პატარა ქალაქში არის დამყარებული. არა, მოსყიდვასაც გავს ეს იცი, ახლა მილიონს უცბად რო წარმოუდგენელ თანხას გადა, რაღაცნაირად დავალებული ხარ და მე მთელი ცხოვრება
უნდა ემსახურო იმას და დაგიძახებენ და ამ პარტიას მიეცით ხმა და ეს ხო, იმიტომ რომ ცალსაღად შეიძლება თუ რა მოსულიყო, ეგ არის შენი დაიმსახურა იმით და დაიკიდე, ანუ ოპოზიციონერებსაც ვაძლევთ. ბაზარი არ არის, არა აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობ. მაგრამ იგივე ურთიერთობები გაქვს პატარა ქალაქში რო ცხოვრობ, რომ იქ ტიპები არიან გუბერნატორის მოადგილეები, რომლებიც მე აღმოჩნდება, რომ შეიძლება თბილისში ვიღაც მაღალჩინოსან ან ყოფილ მაღალჩინოსან იმასთან კონდეს დაპირისპირება შეიარაღებული, იქით ჩადიოდნენ, იქ რაღაც მღვდელთან და ფიქრობ, რომ გუბერნატორის მოადგილეა საიდან აქვს ამდენი და როგორ აქვს, ანუ არ რამდენი ფული აქვს გუბერნატორის მოადგილეს, რამდენი უნდა კონდეს. და მე ხვდები, რომ ზოგი მხარის გუბერნატორია, რომელსაც არ აქვს მაგისი გავლენა და ზოგან შეიძლება ის იყოს პრესამსახურის უფროსი, რომელიც აბაბანებდეს გარშემო სამუბანს და იქ რო ცხოვრობდა, შეიძლება სტაფილოს ყიდი თუ რაღაცას აკეთებ, არ ყიდი მარტო სტაფილოს, იმასთანაც გიწევს, რომ რაღაცა კი არ ვამბობ, რომ აუცილებლად კრიშა არის შენი და რაღაცა, მაგრამ რა ვიცი მე საიდან აქვს იმდენი ფული. ხო, ეს არის რაღაც პერიოდი ამაზე არ იყო ლაპარაკი, აი 90-იან წლებში იყო, ანუ ხელისუფლებაში ვინც არის, იმის ნათესავები, იმის გარემოცვა აღროჩდება განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანები ბიზნესის წარმოების, ფულის დაზოგვის, ფულის შოვნის, კანონიერად შოვნის და ასე შემდეგ. საოცარი ნიჭის პატრონები. ხო და ეს არ უნდა იყოს, ხო? არ შეიძლება რაღაც ხელფასი ყველას აქვს და რო გაიგებ ვიღაც ტიპზე, რომ აი შენზე დიდი ხელფასი არა აქვს და არც არასოდეს ქონია და წარმოუდგენელი ქონება აქვს და წარმოუდგენელი სატრანსპორტო საშუალებები და აგარაკები და სახლები, ფიქრობ, საიდან? ასეთი ნიჭიერია დავიჯერო? აუ, ეგ ის მქონდა და თან ბოლოში გავიდეთ, რომ ოფლი მას ხამს. საკ გათიშული გვაქვს კონდიცირება, რომ თქვენ ხმა უკეთესად გაიგოთ და აგვისტოში ვარ. აგვისტოში ვართ. ეგ ზაფხულში კინოში წავედი. კინოში ყოფილ ხარ? ყოფილ ვარ. ერთი კაცის წასვლა რა ჯდება, როგორ გონია? ერთი 20 ლარი ალბათ. არა? არა. ნახე შესაქმეა რომ მივედი ხო აი მე პოპკორნი, კოკაკოლები. ერთი კაცის ანუ მარტო ვიყავ, იმიტომ რომ მიყვარს მარტო სიარული კინოში, ბევრი დამცინის მაგის გამო ახლობლები, მაგრამ არაფერი. გალაქტიონივით უყვარს მარტო სიარული. ანუ კინოში სიარული მიყვარს მარტო, ან სოფოსთან ერთად, ჩემ შულთან ერთად, თუ რაღაცა ის არის საერთო ფილმია, მაგრამ ნუ მარტოც კარგად დავდივარ და 28 წლის მერე მინდოდა რომ მენახა. მივედი და ნუ აღმოაჩინე რომ წინასწარ არ მქონდა ბილეთი ნაყიდი, ბილეთების დიდი ნაწილი გაყიდულია, ამიტომ VIP ბილეთი უნდა ვიყიდო, რომელიც ღირდა 26 ლარი. ისე ღირდა 22, ანუ ის დიდი განსხვავება არ იყო, 4 ლარი იყო, მაგრამ მე გამოვედი ჩავდექი რიგში და ავიღე საშუალო პოპკორნი, საშუალო კოკაკოლა და ლუდი. ახლა შენ მომისმენ ერთ წამი გავაგრძელებ და ეგ ორივე ერთად და ტაქსის თუ გზის ფულიანად ავტობუსით წამოვედი 50 ლარს გადააჭარბა ერთი კაცის ერთ კინოში შესვლამ და თან აი ეგ გამახსენდა რომ ის პოპკორნი რაღაცა ავიღე და რაღაც თანხარო მითხრა 24 ლარი თუ რაღაცა 26 ვფიქრობ რა ძვირია ხო არ ლუდზე ხო არ თქვა უარი 6 ლარია თუ 8 ლარი არ ვიცი იქ რაც უფრო ძვირია მე რო ვფიქრობ რომ ვიღაცებს $10,000 ჩანთები აქვს 45 წლის ვარ 46-ის და რა კინოში მინდა პოპკორნი ვჭამოს დედა აფეთქე ანუ თან მქონდა საშუალება პროსტო ბევრი იყო ანუ აი ესე არ იყო რაღაც არ მივაქციე ყურადღება რამდენი გადავიხადე ამ ერთ კინოში შესვლით ხო ხვდები და მე ისე ვიყავი რომ აი რა როგორ დადის ხალხი კინოში იცი როგორ დადის ანუ ჯერტი ბევრი ვერ დადის უნდა სვუპზე რაც ფასდაკლება იყიდო და შეხვიდე მაგრამ კიდევ ერთხელ 63 წლის კაცი არ მინდა სვუპზე ფასდაკლების ყიდვა ანუ მესმის არ გინდა იკე ანუ ხო შეიძლება რომ ისე შევიდე ქუჩიდან ვიყიდო და დავდგე და ცოტა ძვირს გადავიხდი მაგრამ არ მინდა ხა ერთი კაცის შესვლა კინოში 50 და ვიღაცებს არ ჯერათ პარალელური რეალობების არსებობა რომ ვიღაცას შენაირი შენზე შეიძლება ნაკლები ხელფასით კონდეს ეს 10,000 ევროიანი ჩანთა და შენ კიდე იმას ფიქრობდა ეს პოპკორნი ძვირია თუ იაფია თუ ხო ანუ ის კი არ იყო რომ თავს კი არ ვისაწყლებ კი არ შეიძლება გამაღარიბა მაგრამ ნუ შევნიშნე რა რომ ანუ არ იყო ესე რომ რაღაც არ შევხედა ჩეკს და რაღაცა ეგეც არ ყოფილა და თან ის არის კინოში რა დაიწყეს იცი რომ არის როგორ წესი სუქართულად ინგლისური სეანსი არის ცოტა ეხა მულტფილმები როცა ქართულად არის კი ბატონო მაგრამ 28 წლის შემდეგ ზომბებზე ფილმი მესამე ისა რაღაცა შეიძლება 1-2 სეანსი ქართულად იყოს, მაგრამ ხო, იყოს ორიგინალშიც რა. ხო, ორიგინალში არის ძალიან ცოტა. შეიძლება ერთი სეანსი იყოს აქ რაღაცა. მაგრამ ნიკო რა არის, ვისაც ორიგინალში მოსმენა და ყურება შეუძლია, ისინი ალბათ გადაფრინდებიან სადღაც ლონდონებში უყურებენ. მაგფასად გადაფრინდებიან, კი ბატონო. თან ყველა წესი ერთ ქვეყანაში ის არის ხოლმე. ქართულად გახმოვანებული არ ვარგა. ბლანკეტურად ვამბობ, ყველა არ მინახავს, მაგრამ არ იყურება უბრალოდ გახმოვანებას თვითონ შეიძლება არ აუშავდეს, მაგრამ სად ახლა ის რა ვიცი, მატს მიკელსენი რო თამაშობს და თავისი ხმით ლაპარაკობს და სად აქ ზევიდან დაადებ. პლუს ამას, რო ადებენ ხმას, ინტერშუმს კლავენ. აი, მაგის თქმა მინდა. ტელევიზორშიც. საერთოდ არ შემიძლია გარემოს ხმაური რო არ არის,
საერთოდ ვერ აღვიქვა მოქმედებას. აი საერთოდ აღარ მაინტერესებს. არა, მკვდარია ის ფილმი. ხო. ეგრე რა არის, ეგრე წიგნს წავიკითხავ და რაღაცა სიტყვაზე იმ დროს არ დავხარჯავ იქა. ფილმი რა არის? კარგ ფილმს რო უყურებ, კარგად გახმოვანებულს ან ორიგინალს რო უყურებ, იქ ახლა რა ის ხმაური მოქმედებს შენზე, იქ რაღაცა დაიჭრიჭინებს, დაიკივლებს, იქ რაღაც მუსიკა შემოვა, ქალაქის ხმაური შემოვა, არაფერი არ არის, მკვდარია რა. პლუს ამას, როცა არ არის მულტფილმი ან საბავშვო ფილმი, თავისუფლად შეგიძლია რომ სუბტიტრები დაადოქვევით და ინგლისურად იყოს ან ფრანგულად ან თავის ენაზე. ბევრად მირჩევ კორეული არ ვიცი, მაგრამ კორეულ ფილმს ნახავ სუბტიტრებით, ქართული სუბტიტრებით და ისე გახმოვანება არ მინდა. კარგი ფილმი ხო მაინც ესე კადრებით ყვება და რაღაცის მოქმედება და ისეთი და ადრე არ იყო ეგრე. ანუ ადრე გაცილებით მეტი ინგლისურენოვანი სეანსი იყო და ეჭვი მაქვს, იმიტომ ეხა გამახსენდა რომ სადღაც წავიკითხე რომ რაც გრანტებს იღებენ, რომ თუ სახელმწიფო აფინანსებს იმას, რომ ქართულად იყოს გახმოვანებული და არა, იმიტომ რომ გაცილებით უფრო ადვილი იქნება რომ სუბტიტრები იყოს და მე სუბტიტრების კითხვა არ მიყვარს, ბაზარი არ არის. არც მე არ მიყვარს, მაგრამ ხმარო არ გესმის ის გიყვარს. ხმა ჩაუწიო და ის რაღაცას იმას უყურებ. იქ კაცმა ფეხი მოიტეხა, ხმა თუ არ გესმის. რა არის ეგ? ხო, არა, ხო გეუბნები, შენ საერთოდ ეს მხატვრული ნაწარმოების პირველი აუცილებელი პირობა რომ ესე იგი კარგი იყოს არის ის რომ დაგაჯეროს რომ ნაღდი მოქმედება, აი არ კონდეს ხელოვნურობის განცდა და როგორ არ გექნება ხელოვნურობის განცდა რომ რაღაც ქალაქში ხალხმრავალ ქალაქში მოქმედება ხდება და საერთოდ არ შემოდის ხმაური არანაირი. თან კინოში რისთვის დადიხარ, ანუ ეკრანი, ახლა ესეთი რაღაცა რო დიდი ეკრანი ასწორებს, IMAX-ში დავდივარ ხოლმე თუ რაღაცა ფილმია, რომელიც IMAX-ში მინდა რომ ვნახო, მაგრამ ნახევარი იქიდან ხმა არის, რატო არის IMAX-ი, მაგრამ ბევრი დინამიკებია რომ ესე გესმოდეს და თუ არ მესმის, რაღაცი მახტევინებ 50 ლარს პლუს პოპკორნს, იმიტომ რომ პოპკორნის გარეშე მე კინოში არ ვჯდები, ანუ არ მაინტერესებს, ფასი არა აქვს ჩემთვის, თუ ხელში პოპკორნი არ მიჭირავს, მე კინოში არა ვარ. ადრე უფრო დავდიოდი ხოლმე ქართული ფილმის პრემიერებზე და მარტო მევჭამდი ხოლმე პოპკორნს, იმიტომ რომ ჩემთვის სულ ერთია ქართული ფილმი არის თუ სადაური არის, არტ ფილმია თუ რა არის, მე მიჭირავს ხელში დარბაზში პოპკორნი. და ის ქართულ ფილმებში შედარებით დაბალი ხმა ქონდა ხოლმე და რახან მარტო მე მქონდა პოპკორნი, ამა იყო პრობლემა, იმიტომ რომ ცოტა ყვირილს ველოდი რომ მე ხრამუნებინა, მაგრამ არა, რავი, კინოში ვარ, კინოში იჭმევა პოპკორნი, ჩემი აზრი არის ეს. გეხოცები დავამთავროთ ახლა, იმიტომ რომ ყველგან ვფრინდის და აღარ მინდა. დავამთავროთ ნიკო. ხო არა ხარ რამე? არაფერი. კარგად იყავით. დაწერეთ კომენტარებში, თქვენ რა გააკეთეთ ზაფხულში, რას გაკეთებას აკეთებთ. როგორ გაატარეთ ზაფხული? როგორ წინა აქვს? ან როგორ აპირებთ რა? ხა წინა აქვს დაგვისტო ხალხს ნიკო. შენ რო დაგვითავ და შვებულება ეგრე კი არ არის. აგე ქორი შვებულება გძელდება. კარგად. ნახვამდების.